აერთელეუბრებოდა თავის მოწაფეებს, რომ ის აღდგებოდა. ერთგვარად წინასწარმეტყველებდა თუ როგორ მოხდებოდა ეს ყოველივე. და აი დღეს ციკლის კითხვებმა მოიგითხა 60 კულოში არის კონკრეტული ისტორია აღწერილი თუ რანაირად მოხდა ამაღლება უფლისა. კონკრეტულად ორი ანგელოზი, აი ხატზე როგორც არის გამოხატული ხატზე, სწორედ საქმეწმინდათა მოციქულთას მიხედვით არის შექმნილი, რომ მოციქულები არიან ქრისტესთან ერთად გასულები, ჯერ თავიდან გამოეცხადება მოციქულებს, თავიდან მენელსაცხებლე დედებს გამოეცხადება რამდენიმეჯერ მოციქულები არ ირწმუნებენ, მერე პირადად მათ გამოეცხადება და ამ ხელს კიდეც მათ როგორც სახარებაში წერია ურწმუნოებაზე. ჩვენ ზოგადად თომას ვეძახით ხოლმე ურწმუნოს, თომა მოციქულს, იმიტომ რომ რადგან თომამ თქვა, რომ სანამ ხელით არ შევეხები მის იარებსო და ურწმუნო თომას ვეძახით, მაგრამ აი აქ დღევანდელ სახარებაში პირდაპირ მოციქულებს ეუბნება უფალი, რომ თქვენ რა მოიქნებით ურწმუნო, არამედ გწამდეთო. ისევე როგორც იქ სხვა ადგილზე თომა მოციქულს ეუბნება. ასე რომ მარტო თომაზე კი არ უნდა ვთქვათ, ყველა მოციქულზე უნდა ვთქვათ მაშინ, რომ ყველა თანაბრად ურწმუნო იყო ამ თვალსაზრისით. და ამ ხელს უფალი და ამის შემდეგ თუ როგორ მოხდება იერუსალიმთან ახლოს მისი ამაღლება. და ორი სპექტაკლით შემოსილი ანგელოზი აი ხატებზე როგორც არის გამოხატული, მე თქვენ შეგიძლიათ მიბრძანდეთ და ნახოთ უშუალოდ ხატი. და ვფიქრობ საინტერესოა რომ სახარების მიხედვით გავიაროთ დღევანდელი დღესასწაულის შესახებ და უფრო საინტერესო იმ თვალსაზრისით რომ სახარებაში უფრო სულიერი გაგებით არის გადმოცემული ამაღლება. ამიტომ კარგი იქნება რომ სახარებას გადავავლოს თვალი, თუმცა 60 კულოში ძალიან ლამაზად არის აღწერილი თუ როგორ მოხდა უფლის ამაღლება. და აი სახარებაში ვკითხულობ შემდეგ რამეს. და ვით არ იგინი ამას იტყოდეს ოდენ და თავად იესო დადგა შორის მასა და თქვა მათ მშვიდობა თქვენთან. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყოველთვის ის რომ უფალი როდესაც კი ეცხადება აღდგომის შემდეგ თავის მოწაფეებს იქნება მენელსაცხებლე დედებს თუ ნებისმიერ ვიღაცას ყველას ეუბნება მშვიდობა თქვენთან. უფლის განუყოფელი სიტყვებია ფაქტიურად სულ ყველას მშვიდობას უსურვებს. რატომ არის რომ ხშირად აი საქრისტიანოში წესიც კი არის ხოლმე მისალმება, ესეთი ფორმა არსებობს მისალმება მშვიდობას უსურვებენ ხოლმე ერთმანეთს. არის გამარჯვებას უსურვებენ, ჩვენი აუბედითობის გამო არის რომ სულ ომებში რო ვიყავით და სულ გაწამაწიაში რო ვიყავით, გამარჯვებას უსურვებთ ერთმანეთს მაგის გამო. მაგრამ ზოგადად უფრო მიღებული იყო ძველად მშვიდობას უსურვებდნენ. და ეს სწორედ აქედან მოდის, რომ ქრისტე როდესაც ხვდება თავის მოწაფეებს თუ ნებისმიერ მენელსაცხებლე დედას თუ ნებისმიერ სხვას, ყველასთან მშვიდობით მიდის. ანუ მისი მისია, მისი მიზანი არის ყველგან მშვიდობის მიტანა და აქაც ზუსტად ასე აკეთებს, რომ მშვიდობა თქვენთანა, როდესაც ნახავს მათ. ხოლო იგინი შეძუწუნდეს და შეეშინა ეგონა ვითარმე სული რაიმე იხილეს. ჩვენ სხვა ადგილზე ხო წავიკითხეთ, რომ მოციქულები ზოგადად ძალიან შეშინებულები იყვნენ. ეს არის პერიოდი, როდესაც სულიწმინდა არ არის გარდამოსული მოციქულებზე, არ არიან გაძლიერებული სულით. ისინი ისევ ადამიანურ სისუსტეებში არიან, ორჭოფობაში არიან. აი ის ურწმუნოება ეხლა გამოჩნდება სულ ცოტა ხანში წავიკითხავთ მაგასაც, რომ შინაგანად აქვთ ბრძოლები. და როდესაც ქრისტე დაინახეს, ეგონათო რაღაც სული იხილესო. და უფრო მეტად შეშინდნენ. თუმცა მოდი ვთქვათ, რომ სულიერი ხილვები მათთვის არ იყო უცხო. ცხოვრობდნენ რა ქრისტესთან. მათ იხილეს 4 დღე მკვდარი ლაზარე როგორ აღადგინა ქრისტემ. მათ იხილეს ბრმა როგორ განკურნა, მათ იხილეს კეთროვანი როგორ განკურნა. ისეთი სასწაულები აქვს ნახილავი, ანუ დანახული ისეთი სასწაულები აქვს მოციქულებს, რომ მათთვის რა არის ახლა რომელიღაცა სულის ნახვა. მაგრამ იმდენად დათრგუნულები არიან ქრისტეს ჯვარცმითა და ქრისტეს გარდაცვალებით იმდენად დათრგუნულები არიან, რომ ის არის რა ქვია, აი ესეთი ერთგვარი შეშინებული სულები არიან და სული რო იხილეს, რაღაც სული ეგონათო ქრისტე რო იხილეს და შეშინებულები იყვნენ ამის გამო. ხოლო იგინი შეძუწუნდეს და შეეშინა ეგონა ვითარმე სული რაიმე იხილეს. და თავად მან თქვა მათ, რა ისა შეძუწუნებულ ხართ და რა ისათვის გულის სიტყვანი მრავალნი მოვლენან გულთა თქვენთა იხილეთ ხელნი ჩემი და ფერხნი რამე თუ თვალი მე რამე თუ თავადი მე ვარ ხელი შემახეთ მე და იხილეთ რამე თუ სულ სახორცი და სული არა ასხელ ვითარცა ესე მე ხედავთ რამე თუ მასხელ. აი აქ 38 პარაგრაფში ზუსტად
ფაქტიურად იგივე მეორდება, რაც თომასთან მეორდება და ეუბნება ასეთ რაღაცას. რა ისა შერწმუნებულ ხართ და რა ისათვის გულისხმის ყოფაი მრავალი მოვლენან გულთაშინა თქვენთან. პირველი უფალი გულთამხილველია და ხედავს მათ ახლა არ უსაუბრია. საიდან იცის უფალმა რომ მათ გულში რა ხდება? ანუ რაღაცა გულისხმები გაქვთ თქვენო და რატომ ხარ შეშინებულები და რატომ გაქვთ ეს გულისხმები, რომელი გულისხმებითაც თქვენ მე დამხვდითო? ანუ უფალი როგორც გულთამხილველი მათ გულისხმებს კითხულობს და უცბად ხვდება მათ მდგომარეობას, მათ სულიერ მდგომარეობას და კიდევ ერთხელ ანუგეშებს და ეუბნება რომ იხილეთ რომ ეს მე ვარ, აი ნახეთ ჩემი ხელები, ნახეთ ჩემი სამშვალი, რომ ყველაფერი ზუსტად მე ვარ და სულს არ აქვს ხორცი და ნახეთ შემეხეთ, მოდით ხელით შემეხეთ და ნახეთ რომ ეს ნამდვილად მე ვარ და ნუ გეშინიათ რომ და ნუ გაგონიათ რომ მე რაღაც სული ვარ. ანუ აქ კიდევ ერთხელ ადასტურებს უფალი რომ ის არის გულთამხილველი უფალი. და ესე რა თქვა უჩვენა მათ ხელნი და ფერხნი მისნი, როგორც თომას თავის დროზე. და ვიდრე იგი არღა რწმენა მათ სიხარულისა მისგან და საყურველებისა, თქვა მათ იესო, გაქვს რა იქა ჭამათი. ან ნახეთ პირველი იმის დადასტურებისათვის რომ ნამდვილად აღდგა და რომ ნამდვილად უფალია და რომ ნამდვილად ეს არ არის ხილვა უბრალოდ რაღაცა ანგელოზისა, არამედ პირადად უფალს ნახულობენ, პირდაპირ ეუბნება რომ გაქვთ რამე საჭმელი მომიტანეს და ანუ რომ დარწმუნდნენ კიდევ ერთხელ ისინი რომ ხორცნი ასხმია და რომ ნამდვილად ის არის ქრისტე და არ არის რაღაცა ხილვა. და პირდაპირ სანამ სიხარული მივა მათთან, ანუ ჯერ კიდევ ამორჩეულობაში არიან და ამას ეუბნება სწორედ რომ გაქვთ რამე ჭამათი. ხოლო მათ მიუპყრეს მას თევზისა მწურისა, ანუ შემწვარი თევზი მისცესო. ნახევარი და თაფლისაგან გოლი. ანუ მათ ჰქონდათ მარტო თევზი და თაფლი. დღეს თევზი და თაფლის ენატრება ზოგიერთ ადამიანს ესეთი მდგომარეობა რა კარგად უცხოვრიათ მოციქულებს. თევზი ქონიათ შემწვარი და მაგრამ მეთევზები იყვნენ პრინციპში გასაკვირი არ არის. და ჭამა წინაშე მათსა და მოიღო ნეშტი იგი და მისცა მათ. აი ახლა ნახეთ, აქ არის ძალიან საინტერესო. გახსოვთ ალბათ მოციქულები მონაწილეები იყვნენ, როდესაც 5 ყურით 5000 გააწყო უფალმა. და იქ ზუსტად ესე მოხდა, რომ უფალმა მოიღო 5 ყური და 3 თევზი იყო თორცდები და 5000 ადამიანი გააწყო და ნეშტი ანუ ნამუსრელი რაც დარჩა, ანუ გამოკვებილი ადამიანი 5000-იანი 5000 გამოკვებილი ადამიანი და რაც დარჩა 5 სფირიდი შეივსოვა, ანუ 5 ტომარა, მოდი თანამედროვე ენაზე რომ გადმოვიტანოთ, 5 ტომარა ნარჩენებისაგან, ნამცეცებისაგან და თევზისა და ყურისაგან რაც მორჩა, აი ამისაგან შეივსოვა 5 ტომარა, იმდენი ადამიანი დააპყრა და იქაც ზუსტად იგივე მოხდა, რაც აქ ეუბნება, რომ საჭმელი გაქვთ რამე, იქაც ხო ესე ეუბნება, გვაქვს რამე საჭმელი რომ დავაპყროთ ეს ხალხი. ესენი ეუბნებიან, მხოლოდ 5 ყური გვაქვს, მოიტათ 5 ყურიო, მე გატეხავს უფალი, გაამრავლებს და ურიგებს და აქაც იგივე ანუ ნელ-ნელა ნახეთ რასაკეთებს რომ უფალი რომ ნელ-ნელა ამ ადამიანებს, მოციქულებს, რომლებიც არიან ორჭოფობაში, მეხსიერებაში დალეგირს და უკვე შეიძლება დავიწყებულსაც კი უღვიძებს გონებაში და ეუბნება რომ მე ის ვარ, რომელმაც 5000 ადამიანი დააპყრა, მე ის ვარ, რომელიც თომამ რო გვერდი იხილა ჩემი და ყველაფერს ნელ-ნელა ახსენებს ნელ-ნელა ყველაფერს უფალი რომ ესენი კვლავ იმ სიხარულში შევიდნენ, რომელიც სიხარულშიც იყვნენ უფალთან ყოფნის დროს. და თქვა, ესე იგი და ჭამა წინაშე მათსა და მოიღო ნეშტი იგი და მისცა მათ. და თქვა, ესე იგი სიტყვანი არია, რომელთა გეტყვით თქვენ. ეხლა დარიგებას ეუბნება. ვიდრე იგი ვიყავით თქვენთანა. ესე იგი სიტყვანი არია, რომელთა გეტყვით თქვენ, ვიდრე იგი ვიყავით თქვენთანა. ვითარმეთ ჯერ არს აღსრულებად ყოველი წერილი ჯულსა მოსესა და წინასწარმეტყველისა და ფსალმუნთა ჩემთვის. ანუ სანამ მე ჯვარს გამოკრავდნენ და ცოცხალი ვიყავი, მანამდე ხო გეუბნეოდით რომ ყველაფერი უნდა აღსრულდეს, რაც წინასწარმეტყველებში წერია, ფსალმუნებში წერია და მოსესთან არის ნათქვამი. და აი ახლა გეუბნებით რომ ყველაფერი აღსრულდა. და უდასტურებს იმას, რომ ფსალმუნებში რომ წერია ქრისტეზე, ესაიასთან რო წერია, სხვადასხვა წინასწარმეტყველებთან რო წერია, ამაზე ხო სულ ყოველდღიურად ესაუბრებოდა თავის მოწაფეებს. ეხლა წმინდა წერილში თუ გახსოვთ ერთ-ერთი მახარებელი ამთავრებს წმინდა წერილს ასე რომ იმდენი რამე მოახდინა უფალმა, იმდენი სასწაული მოახდინა, რომ აღწერილიყო ყველაფერიო, წიგნები ვერ დაიტევდაო. ანუ აქ ყველაფერი არ არის შესული. გამომდინარე იქიდან რომ
უბრალოდ ფიზიკურად ვერ დაეტევოდა, რაც კი მას ასწავლები აღასრულა. მაგრამ მოციქულებმა ხო იციან, იმიტომ რომ მოციქულები ყოველდღე ქრისტესთან იყვნენ. 3 წელიწად ნახევარი სანამ ქრისტე მოღვაწეობდა, სულ მუდმივად ქრისტესთან იყვნენ, დღე არ შორდებოდნენ და ღამე არ შორდებოდნენ ერთმანეთს. და აი აქ ეუბნება იმას, რასაც მუდმივად მათ არიგებდა და მუდმივად ეუბნებოდა, რომ აი ესე მოხდება, ისე მოხდება, წინასწარმეტყველებებზე ესაუბრებოდა და ყველაფერზე. და ეუბნება, რომ ყოველივე აღსრულდა. და აი ამის შემდეგ უკვე, როდესაც უფალი ეუბნება, რომ ყველაფერი ფსალმუნებში რაც წერია და იქ და ყველაფერი აღსრულდაო, მაშინ განუხნა გონებანი მათნი გულისხმისყოფა წიგნთა. ანუ რითი განეხვნათ გონებაო? წიგნის ანუ წიგში წაკითხული გაახსენდათ და გულისხმა ყვეს, რომ ჩვენს ხომ მოგვსულია ხოლმე ზოგჯერ რაღაცას წავიკითხავთ ადრე. 2 წლისი, 3 წლისი რაღაცა ხო წაკითხული და მე ეხლა რომ გადავავლებ თვალს, რატომ არის რომ გვეუბნებიან ხოლმე წინამაბი, რომ სისტემატურად უნდა ვიკითხოთ წმინდა წერილი. სწორედ ამიტომ. შეიძლება დღეს შენი სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე რაღაც წაიკითხო, მხოლოდ წაიკითხო და დამთავრდა, გაიაროს. მაგრამ ამას წაიკითხავ იგივეს 1 წლის მერე და 1 წლის მერე შეიძლება შენ სულში გადატრიალება მოახდინოს იგივე ფრაზებმა. იმიტომ რომ ის რაც მაშინ სულიერად ვერ გულისხმაყავი, აი ახლა შეიძლება ზუსტად ისეთივე გულისხმისყოფაში მოხვიდე, როგორ გულისხმისყოფაშიც მოციქულები მოვიდნენ ამ დროს, როდესაც უფალი ესაუბრებოდა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ზოგიერთ შეიძლება აქვს ნათქვამი, რომ 4 თავი წავიკითხე, მე უკვე წაკითხული მაქვს, რაღაც საჭიროა და მეტი აღარ კითხულობ. სისტემატურად ამიტომ ვკითხულობ ხოლმე. რომ ყოველ წაკითხვაზე რაღაც ახალი აღმოჩენები ხდება ხოლმე სულიერი. აქაც უბრალოდ იგივე მოხდა. მაშინ განუხნა გონებანი მათნი გულისხმისყოფა წიგნთა და რქვა მათ, რამე თუ ესრეთ ჯერ იყო გონებად ქრისტესა და აღდგომად მკვდრეთით მესამესა დღესა და ქადაგებად სახელითა მისითა სინანული და მოტევებაი ცოდვათა ყოველთა მიმართ წარმართა იწყეთ იერუსალიმით. ანუ აქ უკვე დავალებას აძლევს უფალი, რომ იერუსალიმიდან დაიწყეთო და თქვენ უნდა მოიმუშავოთ ყველანი, იმიტომ რომ მე ჩემი მისია უკვე შევასრულე და ახლა უკვე თქვენი ჯერიაო, მოციქულებს ეუბნება, ახლა უკვე თქვენი ჯერია, რომ წახვიდეთ მოსამუშაკებლად. სხვათა შორის დღევანდელი დღესასწაული არის დასაწყისი ფაქტიურად მოციქულებრივი მოღვაწეობისა. პირდაპირ გაგებით რა თქმა უნდა დღევანდელ დღეს არ ხდება ეს, მაგრამ აი დღევანდელ დღეს უფალი აღუთქვავს სულიწმინდას და ეუბნება, რომ იერუსალიმიდან არ გახვიდეთო და დაელოდეთ მამისაგან გამოგზავნილ სულს, ანუ სულიწმინდას, რომელსაც მე მამის მიერ გამოგიგზავნითო. დაელოდეთო და მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევათ კურთხევა მოციქულებს, რომ წავიდნენ საქადაგებლად. ეხლა მივავალთ მანამდე. და რქვა მათ, რამე თუ ესრეთ ჯერ იყო გნებად ქრისტესა და აღდგომად მკვდრეთით მესამესა დღესა და ქადაგებად სახელითა მისითა სინანული და მოქცევაი ცოდვილთა ყოველთა მიმართ წარმართა იწყეთ იერუსალიმით, რამე თუ თქვენ ხართ მოწამე ამის ყოვლისა. ანუ თქვენ ყველაფერი იცით და თქვენ უკვე ყველაფერი იმდენი ინფორმაცია გაქვთ, რომ უკვე მოიმუშავოთ სამყარო, იმიტომ რომ მოწამე ხართ ყოველის, ყველაფერს მონაწილე ხართ. და აჰა ესე რა მე მოგივლინოთ თქვენ, აღთქმა იგი მამისა ჩემისა, ხოლო თქვენ დასხედით ქალაქსა ამას შინა იერუსალიმსა, ვიდრემდე შეიმოსოთ ზალი მაღლით. აი აქ სულიწმინდის მოვლენებაზე ესაუბრება, რომ მე მოგივლინებთ ის რაც მამამ აღგითქვათო, იმას მოგივლინებთო და მანამდე სანამ მოგივლინებთ იერუსალიმში იყავითო და დაელოდეთ ამ მოვლენებს, რომელსაც მე მოგივლინებთო. რომ შეიმოსოთ ზალი მაღლით. ანუ ნახეთ რა ხდება, სულიწმინდა მოვაო და მხოლოდ მაღლით რომ შეიმოსავთ ზალს, მხოლოდ ამის შემდეგ გეძლევათ კურთხევა, რომ წახვიდეთ საქადაგებლად სამყაროში. და განიყვანა იგინი გარე ვიდრე ბეთანიამდე და აღიპყრნა ხელნი თვისნი და აკურთხნა იგინი. და იყო კურთხევა იმას იესუსა მათ და მიმართ, განეშორა მათგან და აღვიდოდა ზესად და იგინით აყვანისმდეს მას და მოიქცეს იერუსალიმად სიხარულითა დიდითა. ანუ აი აქ უფალი აღუთქვავს დღევანდელ დღეს, სწორედ ამაღლების დღეს აღუთქვავს უფალი, რომ სულიწმინდა უნდა მოუვინოს, მათ დავალებას აძლევს, რომ ისინი არსად არ გავიდნენ იერუსალიმიდან და დაელოდნენ სულიწმინდის გარდამოსვლას. ასევე მათ ეუბნება, რომ თქვენ უკვე მზად ხართ იმისთვის, რომ სამყარო მოიმუშავოთ, იმიტომ რომ თქვენ ყველაფრის მოწმენი ხართ. რაც მე აღვასრულე, რაც სასწაულები მოხდა, რაც გასწავლეთ, რითი საგარიგე და როგორც ყველაფერი რაც იყო, ყველაფრის მოწმენი ხართ, აქედან გამომდინარე, თქვენ ხართ გამორჩეულები ამ საქმისთვისო და ამიტომ არის, რომ
ყოველთვის აღდგომიდან 50 დღეს არის ამაღლება, 10 დღის მერე იწყება სულთმოფენობა. ანუ ზუსტად 10 დღეიდან 10 დღეში, ანუ ეხლა კვირას არა და მომდევნო კვირას, ანუ ერთი კვირის თავზე არის სულთმოფენობა, ასევე საუბრობ დღესასწაული, დღევანდელი დღესასწაულის სწორი და სულთმოფენობიდან ერთ კვირაში იწყება პეტრე-პავლოვის მარხვა. ანუ ეს ყველაფერი როგორ უკავშირდება ერთმანეთს, ეხლა აღიხსნით. დღევანდელ დღეს უფალი ეუბნება თავის მოწაფეებს, რომ თქვენ გამოგირჩიეთ იმისთვის, რომ წახვიდეთ და სამყარო მოიმუშაკოთ, ოღონდ დაელოდეთ სულიწმიდის მოსვლას, იმიტომ რომ უნდა შეიმოსოთ მადლი. ელოდებიან მოციქულები 10 დღე, სულთმოფენობა იქნება 10 დღის მერე და სულთმოფენობისას გადმოვა მოციქულებზე სულიწმინდა და მერე ვისაუბრებთ იმ დროს, როგორ და რანაირად მოხდა სულიწმინდის გარდამოსვლა. ამის შემდეგ ერთკვირიან ლოცვას ეძლევიან მოციქულები და ზუსტად ერთი კვირის შემდეგ იფანტებიან სხვადასხვა ქვეყნებში, ვისაც რომელი კუთხევა აქვს, ვისაც რომელი ქვეყნის მომუშაკების ზოგი რჩება მიდის ეგვიპტეში, ზოგი ინდოეთში, ზოგი ვისაც სადაა კუთხევა. და მიდიან და ზუსტად პეტრე-პავლოვის მარხვა იწყება მაგ დღეს. რატომ იწყება? აი საიდან არის მოგონილი პეტრე-პავლოვის მარხვა? სწორედ აქედან, რომ მოციქულები მიდიან ღვაწლში. ანუ მიდიან მოსამუშაკებლად სამყაროს და პეტრე-პავლოვის მარხვა იწყება მან. უბრალოდ განსხვავება ისაა, რომ მერე მომდევნო საუკუნეებში დაწესდა ის, რომ პეტრე-პავლოვის მარხვის დასასრული უძრავია. პეტრე-პავლეს ხსენება, როდესაც არის, იმ დღეს დაამტყვია წმინდა ეკლესიამ, თორემ დასაწყისი ყოველთვის არის სულთმოფენობიდან ერთ კვირაში. ყოველთვის სულთმოფენობიდან გარკვეულ პერიოდში არის დასაწყისი, იმიტომ რომ უკავშირდება ქრისტეს აღთქმას, რომ მათ უნდა მიიღოს სულიწმინდა და ისინი უნდა წავიდნენ მოსამუშაკებლად. ანუ თავის საქმე აქვს. და ზუსტად აი ესენი ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება. ასე რომ თუ კი ამას აი ძალიან ესეთი ყურადღების თუ გავიაზრებთ ხოლმე, ძალიან საინტერესო არის თვითონ როგორ არის აწყვეტილი ეს დღესასწაულების რიგითობა რანაირად მოდის, რომელი რას უკავშირდება, ძალიან საინტერესო არის და უფრო მნიშვნელოვანი არის რა ამ თვალსაზრისით. ასე რომ აი გილოცავთ კიდევ ერთხელ დღევანდელ დღეს არის ამაღლება უფლისა და სულთმოფენობა 10 დღის მერე რო იქნება, იმაზე ამობეროთ, დაბადების დღე არისო ეკლესიისაო და დაბადების დღისთვის მოვებზადოთ მომდევნო კვირისთვის. ეხლა დღეს მომზადეთ ჯვარსემთხვიერ და კვირას იქნება კიდევ მსახურება ჩვეულებრივ კვირას შაბათს ლოცვა იქნება 4 საათის შაბათს ლოცვა, კვირას სილვა იქნება და მომდევნო კვირის ტიპოს მერე მოვასწრებთ. ზიარებისთვის მოვებზადეთ. შაბათს მე მოვალ ადრევე, თუ მაინც და მაინც ვინმეს ესეთი გინდათ აღსარება თქვა, მე კი არ მეზარება აღსარებას. მე მაგალითად ეხლა ნინოობის წინადღეს და შაბათსაც თითქმის დილიდან აფრიკავ, სადღაც შუადღეზე 12-ისკენ მოვედი. 12-ისკენ მოვედი და 4 საათამდე ვიჩექი მანქანა. ხან მანქანაში ვიჩექი, ხან ტაძარში ვიჩექი, ხან ხეები მოვწე, ხან მე დავიე წყალი ძალიან დამწვას ხელოდა მაშინ. მაგრამ არავინ არ მოვიდა. თურმე ხალხს აღსარება აქვს საქმე და არავინ არ მოდის და მე მაგას სიზმარში კი ვერ ვნახავ და გუდელი გამოძახებით ჯერ არ აქვს თუ არა. როდესაც უკვე დამიწესებ გუდელი გამოძახებით და მოვალ სახში მივიდა გახსარებ. ელენეს მიესწრით დედის დიდი საფიქრო. მომზადეთ ჯვარსემთხვიერ და წმინდა ზიარება, ვინც მიიღეთ სამადრობელოსა მოისმინა. გაბრიელ, მე რო შეხვალ საკუთრებაში, აი ელენეს მიესწრით დიდი საფიქროები და სამსახურში მივიდეს. დიდება შენ და ღმერთო, დიდება შენ და ღმერთო, დიდება შენ და ღმერთო. მადლობ შენ უფალო ღმერთო ჩემო, რამე თუ არა განმაგდე მეცოდვილი არამე ზიარყოფათ მე სიწმინდეთა შენთან ღირსყავთ. მადლობ შენ რამე თუ მე არა ღირსი ზიარებათ უხსნათა შენთან და ზეცისანიჩთა ღირსყავთ. არამედ მე უფეო კაც უყარეო ჩვენთვის მომხდარო და აღდგომილო და მომუნჭებელო ჩვენ და საშინო თამა და წყევს ყოფოთა საიდუმოთა შენთა კეთილი საქმე და განსაცმელად სულსა და ხორცთა ჩვენთან მომეწყობათა მესამეცა საკურნებელად სულისა და ხორცთა განსადევნელად ყოველთა წინა ამქონთა განსანათლებლად თვალთა გულისა ჩემისათა სიმშვიდე სულიერთა ძალთა ჩემთა სარწმუნოებად ურწმენელად სიყვარულად შეუორგულებელად აღმახსებელად სიბნითა დამარხალწნებათა შენთა შეძინებად სამხთა მათთა შენთა და შენისასაც უფეველისათვისებად რაითა სიწმინდითა შენითა დაცული მათლსა შენსა მოვიხსენებდე მარადის და არღარა დავითის სიცხობელ ვიყვარა მე ჩვენ და მე მეუფისა ჩვენისა და ყველის მოქმედისა და ეგრეთვე მიცხოვრებისაგან განსრული საწუებითა ცხოვრებისა საუკუნოისა ითა მარადის მყოფსა განსვენებასა მივიწიო
სადამე დღესასწაულეთა ხმა იგაუცხრომელად და დაუსრულებელ სიტყვება იმათი, რომელნი ხედვენ პირისა შენი სასიკეთესა გამოუთქმელსა, რამე თუ შენ ხარ ჭეშმარიტაცა სურველი და გამოუთქმელი სიხარული მოყარეთა შენთაი, ქრისტე ღმერთო ჩვენი და შენ გიგალობს ყოველი დაბადებული უკუნისამდე, მეუფეო ქრისტე ღმერთო მეუფეო საუკუნეთაო და შემოქმედო ყოველთაო, გმადლობ შენ ყოველთათვის, რომელი მომცემე კეთილმიზიარებითა, ყოვლადწმიდითა და სხვადასხვაობითა, საიდუმლოითა შენითა, გევედრები უკვე შენ სახიერო და კაცმოყვარეო, დამიცევ მე საფარვე საქვეშე შენსა და საგრილსაფრეთა შენთასა და უმანიჭე მე წმიდითა სვინდისითა, ვიდრე უკან აისნელად აღმოქმნათ შემდამდე ღირსებით ზიარებად სიწმიდეთა შენთა, უსატევებლად სოდვათა და ცხოვრებად საუკუნოდ, რამე თუ შენ ხარ პური ცხოვრებისაი და წყაროი სიწმიდისაი და შენ და დიდებასა აღვავლენ თანა მამი და სული წმიდით სამარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. მომცემელო საფრდელად ხორცისა შენისა ნებსით, რომელიც ეცხავს და შესწასულღირს და ნუ დამწვავ ნუ შემოქმედო ჩემო უფრო იზღა შემოვათა ასოთაშინა ჩემთა ყავთა ნასხამთა თირკუმელთა და გულსა და წვენ ეკანე ყავთა ჩემთა შეწოდებათანი სულიგან წმინდა წმინდა ყან საცნობელნი ნასხამნი და ამტკიცენ ძვალთა თანაერთვა მათ საცნობელნიგან მინათელ ყოვლითურ შემსჭვალეში შენსა მარადის და მიფარე დამიცევდა და მიმახემე ყოვლისაგან საქმისა და სიტყვისა სულთა გამხსნელისა წმინდა მყავ გამწმინდე და გამბანე განმაშვენე და გულის ხმა მიყავდა განმანათლემე გამომაჩინე საყოფელა სულისა შენისა რაითა სადგურმის და ვიქმე და არა ცოდვისა რაითა წაზარსა შენსა შემოსვითა ზიარებისა ითა ვითარცა ცეცხლსა განმევტოდის მე ყოველი ზვირის მოქმედი ყოველი მნება ისა ვედრებელად შენ და შევწირა ყოველთა განწმენდილთა წესთავართა უხორცოთა წინა მორბეცა შენსა და ყოველძენთა მოციქულთა მათთანა უხსნასა უბიწოსა დედასა შენსა მათნი ვედრებანი შეიწირენ მოწყალეო ქრისტე ჩემო და ზედნათლისა მყავს ახური შენი რამე თუ შენ ხარ გამწმენდელი და მხოლოდ სახიერი და სულთა ჩვენთა განმანათლებელი და შენ და ვითარცა ჩვენი სომხისა და მეუფისა დიდებასა აღვავლენ ყოველნი ყოველსა დღესა ხორცი შენი წმინდა უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩემო მექმენი მე ცხოვრება საუკუნო და სისხლის შენი პატიოსანი მოსატევებულად სოდვათა ხოლო მეყავნე სამართლობელი ესე სიხარულად სიმართლე და მხიარულებად და საშინელ მეორედ მოსვლასა შენ საღირსყავმე ცოდვილი დადგომად მარჯვენი დიდებისა შენისა მეოხებითა ყოვლად უხსნელისა დედისა შენისა ითა და ყოველთა წმინდათა შენთა ითა ამინ ყოვლად წმინდა უდედუფალო ღვთისმშობელო ნათელო და ბნელებულისა სულისა ჩემისაო სასუებაო საფარველო შესავედრებელო ნუგეშინის მცემელო სიხარულო ჩემო გმადლობ შენ რამე თუ ღირსყავმნი არა ღირსი ზიარყოფად უხსნელისა ხორცისა და პატიოსნისა სისხლისა ძისა შენისა ისა რამე მშობელო ჭეშმარიტისა ნათლისაო განანათლენსაცნაო ნითვალნი გულისა ჩემისანი რომელმან შევწყარო ევტავებისაი ცხოველ მყავმე მომწარიცო თვითა მოწყალისა ღვთისა წყალობის მოყარეო დედაო ჩემი წყალემე და მოეც მობიერებაი და შემოსრულება იგულსა შინა ჩემსა და სიმდაბლეს რახვათა შინა ჩემთა და დახსნათ ყველობისაგან გულის სიტყვათა ჩემთასა და ღირსყავმნე ვიდრე უკან ნაისკნელად აღმოჩინვა დე ჩემ და დაუჩელად მიღებად ყოვლადწმინდა და საიდუმლოთა განსაწმენდელად საკურნებელად სულისა და ხორცსა და მომადლე მეცრემის სინანულისა და აღსარებისანი გალობად და დიდებად შენ და ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა რამე თუ კურთხეულ ხარ და დიდებულ უკუნისამდე ამინ კაც განუტევე მონაიშენი მეუფეო სიტყვისა ევჩენი სამშვიდობით რამე თუ იხილე თვალთა ჩემთა მაცხოვარება იშენი რომელგან უმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა ნათელი გამოფწინებად წარმართა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა ადიდებს სული ჩემი ქვეყანის წესას ამაღლებულსა ქრისტესა ცხოვრების მომცემელსა შევქაუწულო მიუცთომელი ბუნებათა უჯამოდ გამოუთქმელი ამისთვის უბიწო ყოველნი მორწმუნენი გადიდებენ შენ წმინდა უღმერთო წმინდა უძლიერო წმინდა უხტაო შეგვიწყალენ ჩვენ წმინდა უღმერთო წმინდა უძლიერო წმინდა უხტაო შეგვიწყალენ ჩვენ წმინდა უღმერთო წმინდა უძლიერო წმინდა უხტაო შეგვიწყალენ ჩვენ დიდება მამასა და ძესა და წმინდა სასულსა სამარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ ყოვლადწმინდაო